გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ისტორიულ ფაქტებზე, რომლებიც ძალიან საინტერესოა და დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ. დავიწყოთ. ერნესტ ჰემინგუეი გახლავთ ადამიანი, რომელიც გადაურჩა 5 ომს, 4 ავტოკატასტროფას და 2 ავიაკატასტროფას და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებში საბრალონში არის წინადადება, რომელიც 823 სიტყვისგან შედგება. ბრაზილიის რამდენიმე ციხეში არსებობს ასეთი პროგრამა. პატიმრის მიერ წაკითხულ ერთ წიგნზე და მის მიხედვით დაწერილ ესეზე პატიმარს 4 დღით უმცირდება პატიმრობის ვადა. ერთი წიგნის წასაკითხად და შემდეგ ესეს დასაწერად დაახლოებით 1 თვეს აძლევენ დროს. ეს პროგრამა სულ რამდენიმე ციხეში იყო, თუმცა ვფიქრობ ასეთი მიდგომა ძალიან კარგია. ჩიუნე სუგიჰარა, იაპონიის ელჩი ლიტვაში, მაშინ როდესაც გერმანელებმა ებრაელების მასიური ჭლეტა დაიწყეს, ჩიუნემ უამრავ ებრაელს ჩაურთხა არალეგალური ვიზა და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად დაახლოებით 6000 ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. ჩინელები რუსებს ამ 2 იეროგლიფით აღნიშნავენ, რაც თარგმანში არაპროგნოზირებადობის ქვეყანას ნიშნავს. შაჰ-აბასი თავის პირველ ვეზირს ალავერდი-ხან უნდილაძეს ევედრებოდა: ჩემზე ერთი ოქროთი ნაკლები მაინც დახარჯე ჩვენ შორის განსხვავება რომ ჩანდესო. ასევე შაჰის სიტყვებია: მე მთელი ქვეყანა მემორჩილება, მე კი უნდილაძეს ვემორჩილებიო. იოსებ სტალინი და მისი ორეული, ფელიქს დადაევი. ეს ფოტო ალბათ საბჭოეთში მცხოვრებ ყველა ადამიანს ეცნობა. სტალინს პატარა გოგონა ჰყავს ხელში აყვანილი, გელია მარკიზოვა ბურიატიიდან. ფოტო ცნობილი გახდა პლაკატიდან, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა. მადლობა ამ ხანակ სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის. თუმცა სინამდვილეში ამ ბედნიერი ბავშვის ცხოვრება არც ისე კარგად წარიმართა. მისი მამა ხალხის მტრად და იაპონელების ჯაშუშად შერაცხეს და დახვრიტეს. პატარა გოგონა კი დედასთან ერთად გადაასახლეს. იქ დედა გარდაეცვალა და ბავშვის სახელად გელია ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. ამ მოვლენების შემდეგ ფოტოებზე წარწერა ბევრჯერ შეცვალეს და სტალინი და გელიას ნაცვლად მიუწერეს სტალინი და მამლაკატი. შეთხზეს, რომ ეს ბავშვი სინამდვილეში პიონერ მამლაკატ ხანაგოვა იყო. ბევრს ასეც ეგონა, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ გაირკვა სიმართლე და გოგონას ტრაგიკული ბედიც ბევრმა შეიტყო. გოგონა წლების შემდეგ გაზრდილი სულ წასულა საბჭოთა კავშირიდან, სადაც არც ისე სასიამოვნო მოგონებები დარჩა. ის ინდოეთში მუშაობდა ექიმად. კიდევ ერთი საინტერესო ისტორია ახლავს ამ ფოტოს. გოგონა როცა ხელში ეჭირა და ფოტოაპარატს უღიმოდა, სტალინს ბერიასთვის უთქვამს: „მომაშორე ექტილიანი“. ეს სიტყვები ბავშვს ახსოვდა, თუმცა ეგონა რომ ძალიან თბილი სიტყვები იყო. მხოლოდ მოზრდილობისას გაიგო თუ რას ნიშნავდა სინამდვილეში. შეიძლება ვთქვათ, რომ პატარა ბავშვმა როგორ დაიმახსოვრა უცხო ენაზე ნათქვამი სიტყვები. თუმცა აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატარა ბავშვებს ახსოვთ ასეთი მნიშვნელოვანი მომენტები. კიდევ შეიძლება იმის თქმა, რომ სტალინი ბერიას სულ რუსულად ელაპარაკებოდა. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ეს საყოველთაოდ ცნობილი პლაკატი, როგორც სტალინი და სანიმუშო საბჭოელი ბავშვი, სინამდვილეში დახვრეტილი, გადასახლებული და ტანჯული ადამიანის ცხოვრებიდან არის. სტივ ჯობსმა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსი ვერ დახურა. რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ უკვე წარმატებული ჯობსი სტენფორდის უნივერსიტეტის გამოსამშვიდობებელ საღამოზე კურსდამთავრებულებს ლექციას უკითხავდა თავისი უდიდესი წარმატების შესახებ. კონგოს მთავრობა არჩევნები ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ წელს არ გვექნება. ეს ქრისიპუსია, ბერძენი ფილოსოფოსი, რომელიც საკუთარ ხუმრობაზე სიცილით მოკვდა. ხუმრობა კი შემდეგში მდგომარეობდა. ანტიკურ ეპოქაში ბერძნები ღვინოს და ლეღვს ერთად მიირთმევდნენ. ფიქრობდნენ, რომ ლეღვი ღვინოზე მისაყოლებელი საკვები იყო. ერთხელაც ქრისიპუსმა ნახა ვირი, რომელიც ქვემოთ დააყრილ ლეღვს ჭამდა. სწორედ ამ დროს მან დაიძახა: „კარგი ღვინო მიაწოდეთ, უკეთ ჩაიტანსო“. ამის თქმა იყო და ფილოსოფოსმა სიცილი ატეხა, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა. შეიძლება არ ჩანს ჩვენთვის მთლად სასაცილოდ, მაგრამ ალბათ იქ უნდა ყოფილიყავით. ყველი იწვევს დამოკიდებულებას. ეს მეცნიერმა ნილ ბარნარდმა დაამტკიცა. საქმე იმაშია, რომ ყველი რძის ცილას, კაზეინს შეიცავს. გადამუშავების შემდეგ ის კაზომორფინად გადაიქცევა და ეს უბრალოდ დამხვევა არაა სიტყვა მორფინთან. დიახ. ეს ნივთიერებები ქიმიური ტყუპები არიან. ყელში არსებულ ცილოვან ფრაგმენტებს შეუძლიათ ჩაეჭიდონ ტვინის ოპიოდურ რეცეპტორებს. ამიტომაც ყველს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. კვლევების შემდეგ დამტკიცდა, რომ ის დამოკიდებულებას იწვევს. თუმცა ყველი უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე საზიანო. ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს ყველი, ყველაფერთან შეუძლია ჭამოს ის, თუნდაც ხაჭაპურთან.
მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნები. სტადიონი ალიანს არენა მიუნხენში მდებარეობს და მისი მშენებლობა 2002-2005 წლებში მიმდინარეობდა. განსხვავებული და გამორჩეულია იმით, რომ გარედან მორთულია რომბის ფორმის ნეონის ნათურებით. როცა საფეხბურთო მატჩს ბაიერნი მასპინძლობს, რომბი წითლად ინთება მიუნხენ 1860-ის მატჩის დროს ლურჯად, ხოლო გერმანიის თამაშისას კი თეთრად. ეს ჯონ კარპენტერია. მან პირველად მოიგო გადაცემაში ვის უნდა მილიონი. ჯონს არც ერთი დახმარებით არ უსარგებლია ბოლო მე-15 რაუნდამდე. ფინალურ შეკითხვაზე კი მან გამოიყენა დახმარება ზარი ახლობელთან. დაურეკა მამას და უთხრა, რომ მას დახმარება არ სჭირდებოდა. უბრალოდ უნდა ეთქვა, რომ ახლა ხანს მოიგო $1,000,000. ნიკოლა ტესლა და მარკ ტვენი ტესლას ლაბორატორიაში 1894 წელი. როდესაც აინშტაინს კითხეს თუ რა გზნობა, როდესაც ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხარ დედამიწაზე, მან უპასუხა, რომ არ ვიცი, ნიკოლა ტესლას კითხეთ. ინგლისში ყოველ წელს ტარდება ტყუილის კონკურსი, სადაც მონაწილეობა აკრძალული აქვთ პოლიტიკოსებს და იურისტებს. რადგან ორგანიზატორთა აზრით, ისინი ამ საქმეში პროფესიონალები არიან. პირველი დილა შვედეთში, როდესაც საგზაო მიმოსვლა, მარცხნიდან მარჯვნივ შეიცვალა 1967 წელი. ეს გახლავთ მზვერავი მტრედი, პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელი. ეს არის საზღვარი ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის. დავით ყიფიანს ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა 50 გირვანკა სტერლინგი მიაწოდა. ალბათ როგორ გიჭირთო. დავითმა ხელი მოუწერა და უკან დაუბრუნა. გამოგადგება იქნება უფრო ძვირადაც გაკიდო. არსებობს ასეთი ისტორია, რომელიც დიდი ალბათობით ობამაზეა, თუმცა შეიძლება სხვა დაახლოებით იგივე რანგის ადამიანზეც იყოს. ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ჩინეთის პრემიერმა მორიმ სანამ ვაშინგტონში ჩავიდოდა და ობამას შეხვდებოდა, სცადა აეთვისებინა სასაუბრო მინიმუმი. ინსტრუქტორმა პრემიერი დაარიგა, რომ როდესაც ობამას შეხვდებოდა და ხელს ჩამოართმევდა, მისთვის ეკითხა, როგორ ხარ? How are you? ბარაკ ობამა მას უპასუხებდა, შვენივრად. შენ? პრემიერს ამ კითხვაზე უნდა ეპასუხა. Me too. მეც ყოველივე ამის შემდეგ უკვე თარჯიმნები გააგრძელებდნენ თავიანთ საქმეს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მარტივია, თუმცა ყველაფერი სინამდვილეში სულ სხვანაირად მოხდა. როდესაც პრემიერი ობამას შეხვდა, მას შეეშალა და შეცდომით იკითხა, ვინ ხარ? Who are you? ნაცვლად იმისა, რომ ეკითხა, როგორ ხარ? How are you? ბარაკ ობამას გაუკვირდა, თუმცა ხუმრობით მიუგო. მე მიშელის ქმარი ვარ. ჰაჰაჰა. Me too. უპასუხა პრემიერმა. ეს კადრები მე პირადად არ მინახავს და არ ვიცი მართალია თუ არა, მაგრამ მართლა თუ ასე მოხდა, ძალიან საინტერესო იქნებოდა. შოკოლადი პირდაპირ მოქმედებს ძაღლის გულზე და მის ნერვულ სისტემაზე. ამიტომაც შესაძლებელია, შოკოლადის ძალიან მცირე ნაწილმაც კი მოკლას ძაღლი. ამიტომ არასოდეს მიაწოდოთ. ალბერტ აინშტაინის სკოლაში განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდა. უფრო მეტიც, მას ფიზიკაში ორიანი ჰყავდა. კოალა ერთადერთი არსებაა მსოფლიოში, რომელსაც თავდაცვა არ შეუძლია. როდესაც მას მტაცებელი ესხმის თავს ან როდესაც რამე სკივა, მხოლოდ ტირის იქამდე, სანამ იარებს არ მოიშუშებს ან არ მოკვდება. ფოტოზე ხედავთ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანს, რობერტ ფოდლოუს. მისი სიმაღლე 2 მეტრი და 72 სანტიმეტრი იყო. ეს ბიჭი კოლეჯში სწავლის დროს ცნობილი იყო როგორც კანაფის დიდი მოყვარული. იმდენადაც კი, რომ მისი ზედმეტსახელი გახლდათ ოგანჯა. განჯა ინგლისურ სლენგზე ნიშნავს კანაფს. დღეს კი ეს ბიჭი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტია. ეს ბარაკ ობამა გახლავთ. იგივე ოგანჯა. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და იქნება არხიც გამოიწეროთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.